მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. რამდენიმე განცხადებას გავაკეთებ. პირველ რიგში დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, პირველი 3 კვარტალის 9 თვის მონაცემებით ეკონომიკური მასშტაბი შეადგინა 7.7%. როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა პროგნოზი 7.2%-მდე, თუმცა მონაცემებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ ამ შემთხვევაში სავალუტო ფონდის პროგნოზს გადაჭარბებით შევასრულებთ, რაც არის მნიშვნელოვანი ამ ტემპის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით. ბუნებრივი ეკონომიკური ზრდა იძლევა ასევე ვალუტის კურსის მყარად შენარჩუნების შესაძლებლობას და მოხარული ვართ, რომ წელს სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5 მილიარდ 600 მილიონ დოლარამდე, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და რა თქმა უნდა ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს გადავხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის. ასევე რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივია ვალუტის სიმყარე ეს არის ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაბილურად შენარჩუნების შედეგი და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა ეკონომიკური ზრდის ნიშნულობას, ამ ტემპების შენარჩუნების ნიშნულობას, გვაქვს რა თქმა უნდა ახალი ინიციატივებიც, რომლებიც წაადგება მომავალში ეკონომიკის განვითარებას, გვაქვს ახალი მსხვილი ინვესტიცია, რომელიც უკვე განხორციელების ეტაპზე გადადის და ბუნებრივია ესეც წაადგება ეკონომიკის ზრდას. მაქსიმალურ ყურადღება უნდა დაეთმოს მომავალშიც ბუნებრივია ეკონომიკას და ეს იქნება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ბევრს საუბრობთ კიდევ ერთ თემაზე, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა და როგორც მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში და გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელის დანერგვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გამორიცხავს გარიგებებს შემსხიდვალ ორგანიზაციასა და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია, მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს ბუნებრივია უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ რეზის ოხაძეს გადავუხადო მადლობა იმ საქმიანობისთვის, რომელიც იქნა დღემდე გაწეული იმისათვის, რომ გამოსორდეს პრობლემური პროექტები და ასევე იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა პროექტის, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად განხორციელებას. შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფრულად. სრულად გამჭვირვალეა მთავრობის საქმიანობა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის, შესაბამისად თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მაგიერების ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ მოგმართო კითხვები და ყველა კითხვას გაეცემა ბუნებრივია პასუხი, რა თქმა უნდა მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას. ასევე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ პრივატიზაციის ნაწილში პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ. ყველაფერი გამოდის აუქციონზე იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ და ბიუჯეტმა ყველა ასეთი შემთხვევიდან, ნებისმიერი პრივატიზაციიდან, კადრების ოპტიმიზაციის მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა წლიურ ჭრილში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და დაახლოებით 700 მილიონი არის დანაზოგი ამ ოპტიმიზაციის შედეგად. რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამბიციურ მიზანს მივახციოთ, რასაც ქვია ევროპის ქვეყნების სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის მცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ ძალიან რეალისტური ამოცანა და ვფიქრობთ, რომ იმ ნაბიჯებით, რომლებიც იდგმება, ამ მიზანს აუცილებლად შევასრულებთ. და ბოლოს კიდევ ერთი ინიციატივა, გვინდა რომ დავიწყოთ მუშაობა 10 წლიან სტრატეგიაზე, ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე 2026-35 წლების ჩათვლით.
გვინდა რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები, მიზნები და ამოცანები და სადაც იქნება შემდეგ გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების ვადები, ამოცანების შესრულების ვადები. Რა თქმა უნდა, მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით. ვფიქრობთ, რომ ახლოს მომავალში შესაძლებელი გახდება უკვე ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც, გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი და ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე არის მუშაობა დასაწყები ამ დოკუმენტზე იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის. ეს არის ის საკითხები, რასაც მინდოდა ყურადღების გამახვილება, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. დიდი მადლობა.